ვიცი ძალიან მაგარი სურვილი უნდა გავაშღერო და რამდენი ამყვება ხა ამ სურვილის რეალობად ქცევაში. აი რო არსებობდეს, მოხდეს აუცილებლად არსებობდეს აბი, აი მარტივად, რომელსაც გადაყლაპა და ეს 11 კილოგრამები რა კარგი, აღარ არის, უბრალოდ აღარ არის. ძალიან ფანტასტიკის ჟანრია, ხო? არც ისე, ანუ ბევრი შეცდომაა, რა თქმა უნდა, ესეთი აბის. ანუ ეს ადამიანმა უკვე მოიფიქრა, დაუშვა ამის ალბათობა, რომ მოიფიქრო. და სრულად შესაძლებელი არის და ბევრი წამყვანი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს ესეთი აბის შექმნაზე. მართლა იძახი? კი, უფრო მეტიც, თიკა, საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა 2024 წლის ივლისში გამოაქვეყნა ბევრისთვის ძალიან იმედისმომცემი ახალი ამბავი, რომ ცნობილი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს გასახდომ აბებზე, რომელიც უკვე კლინიკურ ფაზაში შეიძლება გადაიყვანონ. ანუ, ესე ვთქვათ, მოსინჯონ ადამიანებს. დაიწყეს უკვე ეს კლინიკური კვლევები. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ყოველთვის ერთვება ხოლმე ძალიან ისეთი ტერმინალური და გამოუვალ მდგომარეობაში ყოფი ადამიანები. ჯერ შედეგებზე ძალიან ადრე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ნახეს, რომ ამ პირველ ფაზაში ძალიან მოიმატა ღვიძლის ფუნქციების დონე აერია და ამიტომ ჯერჯერობით ეს ფაზა ახლა გაჩერებულია. დახვეწონ ახლა ეს მედიკამენტი? ხო, მაგრამ მიხვეწება და გადადიან უკვე მეორე ფაზაზე და შესაბამისად ალბათ შედეგები უკეთესი იქნება და შეიძლება ნაკლები გვერდი შეიძლება არა, სავარაუდოდ ნაკლები გვერდი ეფექტები უნდა ქონდეს, ანუ გამოიკვლიეს უკვე რა იწევდა ამას ყველაფერს და შესაბამისად უკვე მეორე ფაზაში გადადიან. ხო, ანუ თან ზოგადად ესეთი ფარმაკოლოგიური კვლევები და ასე შემდეგ, ანუ ყოველთვის ძალიან დიდ ფინანსურ იმასთან. ხარჯთან? კი, რას. ანუ კვლევის პროცესში მედიკამენტი დაუშვათ თუ იტესტება, არის უდიდესი ხარჯი? უდიდესი. ნუ ეხა ერთ კომპანიას, ანუ სახელს არ დავასახელებ, ამერიკული კომპანია, რომელიც დღეში ხარჯავს $100 მილიონ ერთი პრეპარატის კვლევაზე, ანუ სოფლიოზე დღეში. მულტიცენტრულ კვლევაზე, ამიტომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დათვლილია, რომ ზოგადად ჭარბწონიანობა ძალიან დიდი და მზარდი პრობლემა არის და ანუ 2030-ისთვის ვინც ამ აბს მოიგონებს, დაახლოებით 150 მილიარდის მოგებას ელის გაყიდვებით, ხო. აი ახლა როგორც ექიმებმა მითხარით თქვენი ვარაუდები ამ გზას ასე თქვა წარმატება ემუქრება, კარგად აგვიგვინდება ეს პროცესი, ეს კვლევები და შესაბამისად შემდეგ შედეგები. თიკა, თუ გავითვალისწინებთ ამ კომპანიის შედეგებს, წარსულს და რეპუტაციას მისას, ნუ სავარაუდოდ ალბათ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. კი, თან ესეთ ცოტა სასაცილო ამბავიც არის, ანუ ეს კომპანია 1999 წელს დაიწყო კვლევა ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატის შესაქმნელად და ნუ აი კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ვინც ამ წნევის ესეთი დამწეს სვავდა, ანუ ყველას ჰქონდა ერექცია. მივხვდი რა მედიკამენტი. ესე შეიქმნა ვიაგრა. აჰა. ხო, ასევე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რომ ეს რეგულირდება. და წნევა ყველას მოუგვარდა მერე? კარვიც. გულის სწავლი და სხვა მიმართულებით გადაიუღა. თუმცა სამედიცინო იმაში გამოიყენება ვიაგრა. მაგმიზნით? ნუ ქალებში. მე მგონი გულისთვის გამოიყენება. კი. რო ნიშნავს ხოლმე მე რაზე გეუკითხებიან. ექიმო. ქალები არაფერს არ გვეკითხებიან. კაცები გახარებულები არიან? ნუ ეხლა ჩვენ არ ვეკითხებით ამას და არც თვითონ არ. ქალებზე ვერ ატყობთ? ძალიან საინტერესო ამბები გაჟღერდა. ცოტა მომავალში გავიხედეთ სამედიცინო, ასე ვთქვათ, მედიკამენტოზური მკურნალობების თვალსაზრისით. რაც არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ იმდენი დაავადება არსებობს, რომელსაც ასეთი მარტივი გამოსავალი ძალიან დახატავდა და რაღაცა ეს ნაწილი, რომელიც ძალიან არარეალისტურია და ფანტასტიკურია, უბრალოდ წონა და რეგულირ რაღაც მედიკამენტით აბით და ეს არ იყოს თან ჯანმრთელობისთვის მავნებელი, აი ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა რაღაცის იმედსაც მაძლევს ეს ყველაფერი, ასე რომ კარგი, ესე იგი იმედი 10 წელი არ დაჭირდება ამის ლოდინს და უფრო მალე დაჩქარებული წესებით შედგება ეს პრეზენტაცია ამ მედიკამენტის, რომელსაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დღეს.